მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ ირანზე ისევ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, კერძოდ, რამდენიმე დღეა პრაქტიკულად იმართებოდა აქტიურად მოლაპარაკებები ომანში, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, სადაც განიხილებოდა რიგი საკითხი, რომელიც უკავშირდება ძირითად დაპირისპირებას, დაძაბულობას. ეს არის, რა თქმა უნდა, ირანის ბირთვული პროგრამა, ეს არის ირანის ბალისტიკური პროგრამა და ასევე რეგიონალური პროქსი ძალების მხარდაჭერა. მოდით დავაზუსტებ, რას გულისხმობა იმ სამივე კომპონენტში და შემდგომ უკვე შეგატყობინებთ, რა პოზიციები გააჩნია ირანს და რა შედეგებით დასრულდა პირველი ეტაპი მოლაპარაკებების. იქნება თუ არა საერთოდ მეორე ეტაპი, ეს კიდევ ძალიან სერიოზული კითხვა, რომელზეც ვეცდები, რომ ასევე პასუხი გაგცეთ. უნდა ვთქვათ, რომ შეერთებული შტატები ახლა ითხოვენ ნულოვან დონეს ურანის გამდიდრების ირანის ტერიტორიაზე, პრაქტიკულად ურანის გამდიდრების მთლიანად შეწყვეტას, რადგანაც შეერთებული შტატებს ეჭვი აქვთ, რომ ნებისმიერი დონე ურანის გამდიდრების, მათ შორის სამოქალაქო მიზნებისთვის, ანუ იგულისხმება ელექტროენერგიის მიზნებისთვის, შეიძლება გახდეს რეალური საშუალება იმისა, რომ ირანს ჰქონდეს საიდუმლო ურანის გამდიდრების შესაძლებლობები და მაგ შესაძლებლობების მეშვეობით განახორციელოს პრაქტიკულად ბირთვული საწვავის გამდიდრებული ურანის იმ მაჩვენებლებზე მიყვანა საიდუმლოდ, რომელიც საკმარისი იქნება მისი ესე იგი ბირთვული იარაღის შექმნისთვის. ამ მომენტისთვის რეალურად 60%-იანი ურანის გამდიდრება არის ირანში და ანუ ეს მონაცემები ოღონდ უკავშირდება დარტყმებამდე არსებულ, ანუ 2025 წლის ივნისში 12 დღიან ომამდე არსებულ ვითარებას, რომ 60%-იანი ურანის გამდიდრება მიმდინარეობს. გეტყვით, რომ ერთადერთი ქვეყანა არის ირანი დედამიწაზე, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც არ გააჩნია ბირთვული იარაღი დადასტურებით, თუმცა ამდიდრებს ურანს 60%-მდე და ეს მას რეალურად არ სჭირდება. იმისთვის, რომ ატომური ელექტროსადგური მუშაობდეს, 5%-იანი ურანი საკმარისია, 60%-იანი ურანი არის პრაქტიკულად თითქმის იქ, სადაც საჭირო არის რომ კონდეს ბირთვული იარაღი. ამიტომ ეს რომ საგანგებო მდგომარეობა არის, ამაზე მეტყველებს თავად ეს რიცხვიც. მეორე მდგენელი, რომელზეც შეერთებულ შტატებს აქვს კაფიო პოზიცია, უკავშირდება იმას, რომ უნდა შეწყდეს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. კერძოდ, შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები აცხადებენ სხვადასხვა განცხადებაში, მარკო რუბიოც, ჰექსეთიც, რომ მოლაპარაკებები უნდა მოიცავდეს ბალისტიკური რაკეტების მთელ სპექტრს და უნდა ასევე შეიცავდეს როგორც მათი პროქსი ძალების რეგიონალურ მოღვაწეობის საქმიანობის, ასე თქვა, შეზღუდვას, იგულისხმება, რა თქმა უნდა, ჰეზბოლაჰი ლიბანში, ჰამასი ნაწილობრივ, იმიტომ რომ სუნიტური დაჯგუფებაა, მაგრამ მაინც ჰამასის მიერ მიმართ მხარდაჭერა და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჰუსიტების მიმართულებით მხარდაჭერა იემენში, თუმცა რუბიოს თქმით, რა თქმა უნდა, ეს ასევე უნდა მოიცავდეს აუცილებლად ადამიანის უფლებების თემასაც ირანში, სადაც უზარმაზარი სისხლის ზღვა იყო ორგანიზებული ხელისუფლების მიერ აი ამ საპროტესტო აქციების შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში დაიწყო და რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად აქტიურად საუბრობდით. შეერთებული შტატების ინფორმაციით სულ მცირე 40,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ახლა ახლო აღმოსავლეთში და შეიძლება აღმოჩნდნენ სამიზნეში ირანის აი ამ ბალისტიკური რაკეტების მხრიდან. და ეს საფრთხე არის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების მიმართულებითაც. პროქსი ძალების მიმართულებით ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ერაყში არსებული პროქსი ძალებიც ირანის და მოკლედ აი ამ საკითხებით რეალურად გაიმართა მოლაპარაკებები ახლა 6 თებერვალს ომანის დედაქალაქში, სადაც როგორც ამბობენ, არა
პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, კერძოდ ომანი იყო შუამავალი, ფიზიკური შუამავალი, ოღონდ არა ადგილი, არამედ ერთ ოთახში არისხდნენ ამერიკა და ირანი, მათი წარმომადგენლები, არამედ ომანის წარმომადგენლები შედიოდნენ ხან ამერიკელებთან, ხან ირანელებთან და მიჰქონდათ ეს ინფორმაციები ერთმანეთისადმი. ირანის პოზიციები არის შემდეგი ამ საკითხთან დაკავშირებით. ირანმა პირდაპირ უარყო Times of Israel-ის მტკიცებულებით ურანის გამდიდრების შეწყვეტა საკუთარ ტერიტორიაზე, განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს ურანის გამდიდრების მაჩვენებლები და დონე, მაგრამ არა განიხილოს თავად ფაქტი აქვს თუ არა უფლება ურანის გამდიდრების. აქ აქცენტს აკეთებს ირანი იმაზე, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება კონდეს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებისთვის. ეს ნამდვილად ასეა, ესე იგი ბირთვული იარაღის არ გავრცელების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით, თუმცა აქ მთელი პრობლემა იმაშია, რომ ბირთვული იარაღის არ გავრცელების პირობით შეგიძლია კონდეს მშვიდობიანი ესე იგი ბირთვული პროგრამა, მაგალითად, რომელიც გააჩნია ახლა უკვე ბევრი მაგალითი არის ესეთი ქვეყნებს, გერმანიას მაგალითად, იაპონიას გააჩნია ასეთი პროგრამა, სომხეთს გააჩნია მაგალითად და ბოლო დღეებში ამაზეც ვისაუბრეთ, თურქეთი აპირებს ასეთ პროგრამას და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ქვეყანა არის, ვისაც სურს ასე ვთქვათ, სამოქალაქო მიზნებისთვის, ანუ ატომური ელექტროსადგურის აშენება. საკითხავი მთავარი ის არის, რომ რაში ჭირდება 60%-იანი გამდიდრებული ურანი ირანს და ხობარ არის და ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის თავის დროზე ისრაელის მოსადს ჰქონდა მოპოვებული მტკიცებულებები, სადაც ჩანს როგორც ცდილობს კონკრეტულად ირანი ბირთვული პროგრამის წარმოებას სწორედ ბირთვული იარაღის შექმნის მიმართულებით. და რეალურად როგორც ვიცით, ირანი უარს აცხადებს ბირთვული გამდიდრების შეწყვეტაზე საკუთარ ტერიტორიაზე, აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს გამდიდრების მაჩვენებელი და დონე და მისცეს საშუალება ასევე ესე იგი კონტროლი იყოს განხორციელებული აი ამ ინფრასტრუქტურაზე. პრობლემა მთავარი ის არის, რომ ამ კონტროლის შემთხვევაში პრაქტიკულად ნებისმიერი ობიექტი შეიძლება იყოს საიდუმლო და შეერთებულ შტატებს და დასავლეთს არ ექნება ინფორმაცია აი ამ საიდუმლო ობიექტებზე. მთელი პრობლემა მაგაშია, ანუ ინსპექცია მოიცავს იმ ობიექტებს, რომელზეც ირანი შეუშვებს ინსპექტორებს და რომელზეც ინფორმაციას მიაწვდის რეალურად საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ესე იგი გაეროს შესაბამის უწყებას ბირთვული მიმართულებით, ანუ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო ორგანიზაციას. უნდა ვთქვათ, რომ მანამდე პრინციპში ეგვიპტე, თურქეთი და კატარი ცდილობდნენ გარკვეულ შეთანხმების მიღწევას და ცდილობენ გადარჩენას გარკვეულწილად ირანის. უცნაური არის ეს, რაში აწყობთ სუნიტურ ქვეყნებს, ვისაც აქვს დაპირისპირება ირანთან, ირანის გადარჩენის მცდელობა. პასუხი არის ძალიან მარტივი, იმიტომ აწყობთ, რომ პროდასავლური ირანი გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სუსტი ანტიდასავლური ირანი. ძლიერი ანტიდასავლური ირანი მათ ასევე არ აწყობთ, ასე რომ აი დღევანდელი ვითარება ირანის ამ ქვეყნებისთვის საკმაოდ მომგებიანი არის. მათი შემოთავაზება იყო ასეთი, ამაზე დაწერეს ასევე სხვადასხვა მედიამ, ალ-ჯაზირამ მათ შორის, რომ ირანმა უნდა 3 წლით შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, არსებული ურანის მარაგები, რაც გააჩნია 400 კილოგრამი არის დაახლოებით, გააგზავნოს ქვეყნის გარეთ, ესე იგი, ასევე ვალდებულება გააჩნია, რომ პირველმა არასდროს გამოიყენოს ბალისტიკური რაკეტები და ურანი რუსეთში უნდა გააგზავნონ, ეს საკითხიც იყო რეალურად როგორც რაღაც ნეიტრალური ბრჭყალებში ქვეყნისადმი, ან რაღაც მესამე ქვეყანაში მოკლედ. ირანმა რეალურად ეს ეგრევე უარყო ეს ვარიანტიც და თქვა, რომ ესე იგი არ მისცემს უფლებას გამდიდრებული ურანის გატანის ქვეყნიდან. ძალიან მკაცრი განცხადება არის რეალურად, იმიტომ რომ საუბარია ამ 60%-იან ურანზე და რეალურად ამაზეც რომ უარს აცხადებს, ასევე გამდიდრებაზეც რომ
მთლიანად უარი თქვა გამდიდრების შეწყვეტაზეც. ამავდროულად, რა თქმა უნდა, უარი თქვეს საერთოდ ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განხილვაზე, თქვეს, რომ ეგ ჩვენი უსაფრთხოებისთვის საკვანძო ნაწილია და ამის შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი, რაზეც მზად არიან, რომ ისაუბროთ, არის 60%-დან გამდიდრების 20%-მდე შემცირებას. თუმცა გაუგებარია საერთოდ რა სჭირდებათ 20%-იანი გამდიდრებული ურანი, 60%-იანი რა სჭირდებათ რეალურად, იმიტომ რომ ენერგეტიკის მიზნებისთვის ეს არ სჭირდებათ და ბირთვული იარაღისთვის არ ყოფნით არც 20, არც 60, მაგრამ გარკვეული თამაში არის დიპლომატიური, პრინციპში პრაქტიკულად ირანი ცდილობს დროის მოგებას, მაგრამ ძალიან მკაცრი პოზიცია აქვს მოლაპარაკებებზე. შეერთებული შტატები პირდაპირ გეტყვით, რომ აქედან საკმაოდ გაბრაზებული გამოვიდოდა პირველი ეტაპიდან ამ მოლაპარაკებების. რატომ? თუ იქნება მეორე ეტაპი და თუ ამას ქვია პირველი ეტაპი, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დასრულებული არის გარკვეულწილად ეს მოლაპარაკებებიც თეორიაში, თუმცა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკმაოდ კარგად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ უცნაური ის არის, რომ რა მიმდინარეობს კარგად, როცა ყველაფერზე უარი თქვა ირანმა. მათ შორის პირველ მოთხოვნაზეც, მეორე მოთხოვნაზეც, მესამე მოთხოვნაზეც, ანუ თან მკაფიოდ, მკაცრად გეგონება ირანი ის ძლიერ პოზიციაში არის, რომ შეეძლოს ახლა იქ საკუთარი, ესე იგი, მოთხოვნების დაყენება. აბრაჰამ ლინკოლნი იმყოფება ადგილზე ავიამზიდი დარტყმითი ჯგუფი, ძალიან ახლოს ომანისგან, სწორედ, და რეალურად ბოლო დღეების განმავლობაში ირანს ჰქონდა რამდენიმე ცდელობა დრონით დაახლოების აბრაჰამ ლინკოლნთან, ჩამოაგდეს ამერიკელებმა ეს დრონი და რეალურად ვითარებას რჩება საკმაოდ დაძაბული ორმუზის სრუტეს მიმდებარედ. უნდა ვთქვათ, რომ რეალურად აქ ისედაც ძალების მობილიზაცია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამერიკელების, მათ შორის წჰად სააერო თავდაცვის სისტემები არის მობილიზებული მთელ ახლო აღმოსავლეთში და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზადყოფნის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწიეს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ რეალურად თავდასხმისთვის ყველაფერი მზად არის და მოლაპარაკებების მხრივაც არანაირი წარმატება არ იკვეთება. პირიქით, ირანს გააჩნია არათუ არ ეცდნენ დაუშვათ, რეალურად არ ქონდათ მცდელობა, ასე ვთქვათ, რომ ილუზიაც შეექმნათ იმისა, რომ მზად არიან გარკვეულ უკან დახევაზე და ამერიკელებს დაუყენეს ძალიან მკაფიო და მკაცრი ასეთი პირობები. დრონი რომ ჩამოაგდეს, ეს შაჰედ 129 ტიპის იყო და F-35 იყო გამოყენებული ამ მიზნისთვის და რეალურად, ესე იგი, ჩამოაგდეს ეს დრონი. გარდა ამისა, ირანელები ცდილობდნენ ამერიკული ტანკერის დაკავებას სპარსეთის ყურეში, თუმცა USS McFall-მა ხელი შეუშალო ამაში რეალურად და უფლება არ მისცა ასეთი პროცესის ჩატარებაში. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ალბათობა დარტყმის ახლა ირანზე უახლოესი კვირეების განმავლობაში რამდენიმე ღია სადაზვერვო წყაროდან არის დაახლოებით 75%. და რეალურად ეს პირდაპირ უკავშირდება მათ შორის ნავთობის ფასებს საერთაშორისო დონეზე, რადგანაც მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20% გადის ორმუზის სრუტის გავლით და ძალიან დიდია ამის მნიშვნელობა და შესაძლოა ასევე პრობლემები იყოს ასე იგი თხევადი გაზის მიწოდების მიმართულებითაც თუ რეალურად ომი დაიწყება მათ შორის რომელიც ავტომატურად მოიცავს სპარსეთის ყურეს ამის გარეშე შეუძლებელია. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო შესაძლებლობები ძალიან სერიოზულად არის გაზრდილი და ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო სცენარი დევს დღის წესრიგში და პრინციპში შესაძლოა ტრამპს უკვე გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული და რა თქმა უნდა ამერიკას აქვს მკაფიო მოთხოვნები, მაგრამ ირანი რომ ამ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, ეს კიდევ უფრო ზრდის ნებისმიერი სამხედრო ესკალაციის ალბათობას და პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ შიდა ირანშიც მდგომარეობა საკმაოდ კრიზისული რჩება, მათი ვალუტის გაუფასურება, ეკონომიკა, ანუ პროტესტი არცად არ გამქრალა მოკლედ.
და ეს მდგენელი ასევე არსებობს. ახლა განიხილება რეალურად სამი სცენარი შეერთებული შტატების მიერ. ეს არის პირველი დიპლომატიური შეთანხმების მიღწევა, თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ ირანმა უარი თქვა ყველაფერზე პრაქტიკულად გარდა 60-დან 20%-მდე შემცირებაზე, და თუ რამეს კიდე დათმობს დაუშვათ იმ 400 კილოგრამის გატანას ირანიდან პირობითად, ეს შეიძლება იყოს ყველაზე მომგებიანი ვარიანტი ირანისთვის, თუმცა ტრამპის გადაწყვეტილებებს თუ გავიხსენებთ, მათ შორის როდესაც გამოვიდა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც ობამას მიერ იყო ხელმოწერილი, პრაქტიკულად პირველი ვადის დროს ოღონდ, პრაქტიკულად ჩემი აზრით ალბათობა ამის შეიძლება რამდენიმე პროცენტი იყოს ასეთი შეთანხმების. და ორი ძირითადი სცენარი რჩება. ეს არის დარტყმები ბირთვულ პროგრამაზე და ქსირის, ანუ ისლამური რევოლუციის დამცველთა გუშაგთა კორპუსზე და მათ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, ეს არის ერთი, ანუ სამხედრო ტიპის კონკრეტულად დარტყმები, რომლის მიზანი უნდა იყოს ირანის იძულება, რომ შეწყდეს მთლიანად ბირთვული პროგრამა და სამხედრო მისი ბალისტიკური პროგრამა, ანუ ძალით გადაწყვიტონ ბირთვული და ბალისტიკური პროგრამის საკითხები და მეორე საკითხი შეიძლება იყოს კონკრეტულად რეჟიმის შეცვლა. რეჟიმის შეცვლისთვის საჭიროა, რა თქმა უნდა, დარტყმები გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, დარტყმები ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის შეიძლება ეს იყოს ნავთობის ინფრასტრუქტურა და რეალურად იმისთვის, რომ შეწყვიტოს ეკონომიკური ნებისმიერი საშუალებებიც რეგიონში, ანუ პრაქტიკულად გაანადგუროს ირანის მთელი ეკონომიკაც, დარჩენილი ეკონომიკაც, რომელიც ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ თქვენთან ერთად, რომ კონფლიქტი და მდგომარეობა ძალიან ასე ვთქვათ, აქტიურ და აქტუალურ ფაზაში არის შესული. ირანის მხრიდან ეს უარი სავარაუდოდ შეიძლება იყოს გარკვეულად კიდევ ერთი ფაზა მოლაპარაკებების, თუმცა ნეტანიაჰუ გეგმავს ვიზიტს ასე იგი ვაშინგტონში უახლოეს პერიოდში და იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ვიზიტი შედგება ნეტანიაჰუს მიერ ვაშინგტონში, სავარაუდოდ ნეტანიაჰუ აპირებს განიხილოს სწორედ აი ამ დარტყმების სცენარი და რა შეიძლება გაკეთდეს. კონკრეტულად ვაშინგტონის მიერ, ანუ როდის შეიძლება ეს მოხდეს და ნახოთ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება სწორედ აი ამ სცენარზე. მეშვიდე შეხვედრა იქნება რეალურად ბოლო ერთ წელიწადში ნეტანიაჰუსა და ვაშინგტონს ტრამპს შორის და რეალურად ამ მომენტისთვის 18 თებერვალს იყო დაგეგმილი ეს შეხვედრა და მანამდე გაიმართება ზუსტი თარიღი შეხვედრის პრაქტიკულად არ ვიცით, მაგრამ დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში შეიძლება გაიმართოს ეს შეხვედრა. სავარაუდოდ ესტუმრება აი ამ სამიტზე, რომელიც იქ გაიმართება ვაშინგტონში უახლოეს პერიოდში, ეს მშვიდობის სამიტი, რომელიც დაგეგმილი არის ვაშინგტონში და რეალურად უნდა ვთქვათ, რომ იგეგმება ეს სამიტი 19 თებერვალს, ანუ დაახლოებით ამ პერიოდისთვისაც იქნება ნეტანიაჰუ იქ, შეიძლება უფრო ადრეც იყოს ჩასული მანამდე. ამიტომ პირდაპირ რომ ვთქვათ, დიდი ალბათობით შეიძლება მეორე რაუნდიც იყოს, ან უახლოესი 10 თვის განმავლობაში ყურადღება იქნება იქეთ, რომ აი ვაშინგტონში შეხვედრა, ნეტანიაჰუს იქ ჩასვლა და რა შედეგები შეიძლება ამას ჰქონდეს, ანუ გარკვეულწილად აი ალბათობით რომ ვისაუბროთ, 20 თებერვლისთვის ან თებერვლის ბოლომდე ალბათობა რეალურად პროგნოზი კი არის 75%, მაგრამ სხვა მონაცემები ასევე საუბრობენ 20-30%-იან ალბათობაზე. არ არის გამორიცხული, რომ იყოს მოულოდნელი დარტყმა მანამდე, სანამ ყველა ელოდება, რომ ნეტანიაჰუ სანამ ჩავა ვაშინგტონში და იქნება ეს შეხვედრები, მსჯელობები, შეიძლება შეერთებულმა შტატებმა დაგეგმონ მეორე ეტაპიც მოლაპარაკებების და მიუხედავად ამისა ეს დარტყმა განახორციელონ. ანუ
და რეალურად ჩვენ თქვენთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის დღის წესრიგში და შეიძლება უახლოესი დღეების, კვირაების განმავლობაში მოხდეს. მოკლედ, მდგომარეობა რჩება ძალიან დაძაბული და მე მინდოდა დღეს ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის რეალურად როგორი არის მდგომარეობა ირანის მიმართულებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ გვავიწყდება აუცილებლად დალაიქება ამ ვიდეოს, არხის გამოწერა, შეტყობინებების ჩართვა, ასევე დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. შეხვდებით შემდეგ გადაცემაში. ნახვამდის.